მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებო ვიდეოს გარჩევას, ერთ-ერთი ჩვენი გამომწერის მიერ გამოგზავნილი ვიდეოს გარჩევას და დავიწყოთ, ეს არის ლიდერბეთი, 6 მაგი და ხედავ უკვე არის ფორმაქსები და არის NL40. რაც ცოტა არატრადიციული ლიმიტია, ეს ლიდერბეთს ახასიათებს, ამაზე გქონდა ჩვენ საუბარი და დისკუსია კომენტარებში სხვათა შორის. ზოგს აღმოჩნდა რომ მოწონდა ეს ლიმიტი, ზოგს აღმოჩნდა რომ მე აღმოჩნდი რომელსაც არ მომწონდა. მოკლედ დავიწყოთ, NL40-ია. პირველ რიგში მოდი მე მაინც ვიტყვი ჩემს შთაბეჭდილებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქ არის ფორმაქსების თამაშს ზოგადად მე დიდ რეკომენდაციას არ გავუწევდი, იმიტომ რომ ცოტა დიდი დისპერსია ამ მაგიდებზე და რავი, გემოვნების ამბავია, ვინც არ ერიდება დისპერსიას, ну, რავი, მისთვის ალბათ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ну, ზოგადად დისპერსია ესეთი რამეა, რომ ზოგადად პოკერის მოთამაშეების რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესია და შესაბამისად აი 6 მაქსები არის სტანდარტი რა. თან ის არის რომ სხვა რუმებში ძირითადად არცად არ არის ეს ფორმაქსი მაგიდები, უკვე ყველა რუმმა თითქმის უარი თქვა ამ ფორმატზე. ну, თითქმის ყველა რუმმა არის რაღაც რუმები, მოიძებნება ფორმაქსები. თუ არ ვწდები, კოინპოკერზეა ფორმაქსები დარჩენილი და ვინამაქსზე არის თუ არ ვწდები ტრიმაქსები. განსხვავებული დინამიკაა. ამ მიმართულებით შექმნილი თეორიული მასალა არც ისე ბევრი არ არის. შესაბამისად გვიწევს ანუ 6 max-ის სტრატეგიიდან თამაში უბრალოდ ანუ პოზიციების დინამიკაში რა, ანუ ჩვეულებრივ რაღაცა კატ-ოფი ბატონი და ბლაინდები აი დაახლოებით მაგ დინამიკაში გვიწევს სტრატეგიის შერჩევა, რაც არ იქნება დარწმუნებული ვარ ოპტიმალური და ფორმაქსებს რაღაცა ცოტა განსხვავებული თავისებური სტრატეგია დაჭირდება, იმიტომ რომ სხვა დინამიკა იქნება. შესაბამისად მე საერთოდ არ გავუწევდი რეკომენდაციას ამ ფორმატის თამაში, თუმცა ეხლა როცა ადამიანი დავუშვათ ლიდერბედზე თამაშობ და რამე კარგი ფორმაქსი მაგი და სადაც კარგი ფიშიზი, საერთოდ დაჯდე ხა. ну, უკვე შენი გადასაწყვეტია, რამე ჯდები ხოლმე, მაგალითად ეხა აქაც მაგიდებზე ვზივარი ხა როგორც ხედავ, შესაბამისად ხო, ანუ მე ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით რა რისკებიც წეღან ზემოთ ჩამოვთვალე. კარგი, გადავიდეთ ეხა უშუალოდ თამაშზე. ხო, და კიდე რაც მოხდა თვალში, ანუ მოთამაშე რომელსაც ესაც ვარჩევთ, ანუ ჩვენი გვინი ამ შემთხვევაში თამაშობს არასრული სტეკებით. ეს არის სტრატეგია MSS-ი, სავარაუდოდ, საშუალო სტეკების სტრატეგია, ეგ ეწოდებული, mid stake strategy, რომელიც თავის დროზე, რაც 2000-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო, პატარა და საშუალო სტეკების სტრატეგიები პოკერ სტარსზე, იმიტომ რომ იყოს შესაძლებლობა. თავარი ამ სტრატეგიის მუღამი ის არის, რომ ანუ უფრო მარტივია თამაში, ანუ პატარა სტეკებში უფრო მარტივია გადაწყვეტილებების მიღება. ძირითადად პრეფლოპი და ფლოპი არის ის რაუნდები, სადაც გიწევს გადაწყვეტილებების მიღება, ანუ უფრო ღრმა სტეკებში უფრო რთული გადაწყვეტილებების წინაშე როგორც წესი არ დგები, ეს პლუსია, მაგრამ ამ სტრატეგიისთვის აუცილებელია, რომ მაგიდების გამოცვლის ფუფუნება გქონდეს რუმში, ანუ აი მაგალითად პოკერ სტარსზე როცა მაგალითად თამაშობდი NL10, ხო, დავუშვათ 2009 წელს. შევაყოფილიყო, რავი, 100 მაგიდა. აი, ხუმრობის გარეშე ვაყოფ, აი ძალიან ბევრი მაგიდები იყო და რავი, როგორც კი გაისტეკებოდი, დავუშვათ, გაორმაგდებოდი, ადგებოდი მაგიდა, წახვიდე სხვა მაგიდაზე დაჯდებოდი რა. აი ეს მუღამი იყო. მე პოკერ სტარს მაინც გაგწალა, მაგის გაკეთება. და მოკლედ მე უფრო BSS-ის თამაშს გავუწევდი რეკომენდაციას, რაც არის, ანუ 100 დიდი ბლაინდი. ეხლა მაგალითად თუ მექნებოდა NL50-ის. ეხლა ეს NL40-ია, მაგრამ თითქმის ერთდაიგივე ლიმიტია, NL40 მარტო ლიდერზეა და NL50-ია ის ლიმიტი, რაც ექვივალენტია მისი. NL50-ის MSS-ის ბანკროლი, ну, დავწევდი ლიმიტს და ვითამაშებდი BSS რა. დაახლოებით ეგეთ რამეს გავაკეთებდი. პირველ რიგში მე ანუ ხო, ну, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ანუ იმის გამო უბრალოდ ეს ცოტა არასტანდარტული სტრატეგიით თამაშობს ოპონენტი, რომელსაც აქამდე პრინციპში არ გვილაპარაკია და მოდი ვილაპარაკოთ. ეხლა მე ვთამაშობდი თავის დროზე სხვათა შორის MSS-ი. თამაში დავიწყე თავიდან MSS-ს თამაშობდი кайხანი. ну, кайხანი რა რამდენიმე თვე რა. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავანებე MSS-ს თავი, პრინციპში ეგ იყო, რომ ანუ რო ვორმაგდებოდი მაგიდებზე, მაინც დიდი სტეკის მიწოდა ხოლმე თამაში, შესაბამისად, ბარემ დავიწყე დიდი სტეკით დაჯდომა და მაგით დამთავრდა ყველაფერი რა. Raise small blind-დან. კი, შემცირებული სტეკებია და სავარაუდოდ მაგის ბრალია, რომ
მინრეიზია, მაგრამ ზოგადად small blind-დან მე 3 დიდი blind-ით დარეიზებას ვუწევ რეკომენდაციას, იქიდან გამომდინარე, რომ blind-ის წინააღმდეგ უპოზიციოთ ვარ small blind-ზე და არ არის მაინც ჩვენი ინტერესი, რომ ძალიან დიდი და კარგი შანსები მივიცეთ big blind შემოსასვლელად რა. შესაბამისად 3 blind-ი იქნებოდა ალბათ უფრო ოპტიმალური, მაგრამ ამ პატარა სტეკებში ალბათ რავი, ეგ უკვე სიმართლედ არ ვიცი. პატარა სტეკების სტრატეგიაში small blind-დან რეიზები რა საიზინგია რა. რეიზი ფლოპი სტანდარტულია. სტანდარტული 1/13, კი ბატონო, უპოზიციო თუ დიდი საიზინგი შეიძლებოდა გასვლა. ორიანები, აი ხო რა, კარგი შანსი ქონდა ოპონენტს და შემოვიდა ორიანებით. 3 დიდი ბლაინდის რეიზის შემთხვევაში ეს ორიანები ძალიან დიდი ალბათობით ფოლდი იქნებოდა. ეს მე ვიყავი ეს ოპონენტი. ტუზები სტანდარტული ტრიბეთი. ეს გადიდების ფუნქცია. გვაქვს. რაც ნიშნავს, რომ დიდი დარიგებები არ გამოგრჩება ამ სესიაზე და კაია. ეს ტურნირია? ეს ტურნირია, როგორც ჩანს. რა და ეტაპები წერია. წითელ ფერში ალბათ რეკრეაციული მოთამაშეები არიან მონიშნულები. იქიდან გამომდინარე, რომ არასრული სტეკები ხედან. რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ სხვადასხვა ფერის ტუდოთხიანი. small blind-დან. ხო, აი მინრეიზის ალბათ 3 blind-ი ჯობია ყველა ვარიანტში, მით უმეტეს რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თითქმის საერთოდ არ იქნება fold equity ჩემი აზრით. და უპოზიციოდ დავრჩებით სუსტი ხელით და ან მაგას საერთოდ დაყრაც ჯობია ჩემი აზრით. მინრეიზს რა. ბატონიდან პრობლემა არ არის მინრეიზ. პოზიციაში ვარ და კოლების არ გვეშინია. აქ აგრესიის გაგრძელება ყველა ვარიანტში. მე უკვე ჩავწერე პოსტ-ფლოპ გათამაშებებზე ვიდეო, სადაც ვილაპარაკე, ანუ ძირითადად სიბეთებზე ვილაპარაკე და აი სწორედ მონოტონურ ფლოპებზეც ვილაპარაკე, ანუ ერთი მასლის ფლოპებზე, სადაც სტანდარტულად 1/13 აგრესიის გაგრძელება, მით უმეტეს პოზიციაში არის სტანდარტული და ბევრ სხვა საინტერესო რამეზე. ეგრეც მოიქცა ჩვენი მოთამაშე 1/13 და გაამართლა კიდევაც სიბეთმა. ხელი 50 გვაქვს. სტანდარტული სიჩქარე მაქვს დაყენებული, იმიტომ რომ 6 მაგიდაა მაინც და რა ვიფიქრე სტანდარტულ სიჩქარეზე, თან პატარა ვიდეო 14 წუთია და სტანდარტულ სიჩქარეზე იყოს. overlimp-ი. კი ბატონო, შეიძლება ჩვეულებრივად small blind-დან ესეთი ხელსაყრელი ხელია overlimp-ისთვის. small blind-ზე ზოგადად overlimp-ი პრობლემა არ არის. მით უმეტეს ერთი ფერის კარგი კაროლექსია. მან დიდიაში fold-სა და overlimp-ს შორის არის არჩევანი, იმიტომ რომ ესეთ სტეკის წინააღმდეგ თან ჩვენც რომ მოკლე ვართ, რეიზ დიდი აზრი არ აქვს რა. მან რეიზის მერე, რავი, all-in-ზე, ანუ limp-ში რო გეთამაშოს ოპონენტს, ავარად დაკოლა მოგვიწევს. გააშენა ხელ რეიზ გააკეთე, მაგრამ აი რაღაც სიტუაციაზე ოპოზიციოთ 5 blind-ი რო დაარეიზო. ვალეტ რუიანი აი ძალიან კარგი კრეატიული ფუშია ჩემი აზრით აქ მე მიყვარს ესეთი ფუშები ძალიან აშკარად ესმის ამ მოთამაშეს ცოტა ტურნირების თამაში
მიხელავ ტარიფული იყო, რომ ძალიან მოგებიანი ფუში იყო, უბრალოდ ერთი ფერის ვალიდროიანი. სტეკიც ეგეთი რესტილი სტეკი იყო 26 ბლაინდი. ეხლა უკვე რა ბოტები ტურნირებზე 40 ბლაინდსაც არესტილებენ, ანუ ზოგადად, ანუ ფუშავენ რა, აოლინებენ. თავისთავად ხალხი არის 30 ბლაინდის რესტილები, რომ რესტილას რო დამინახავდით ხოლმე ადრე 30 ბლაინდს გვეგონა რომ ვიღაცა ის იყო რა, მანიაკი და ეხლა ბოტები 40 ბლაინდს არესტილებენ. მე არ თამაშობ ზოგადად ბევრ ტურნირებს, მაგრამ აი რამდენიმე ტურნირების სტრიმერებს და ვიღაცებს უყურებ ხოლმე რა. თამაშის დროს უსმენ ხოლმე. აი ეს ქმედება, აი წინა ქმედებისგან განსხვავებით, აი ეს ქმედება ნამდვილად არ მესმის რა. ანუ სხვადასხვა ფერის ზურიანოცხიანი არ ვფიქრობ, რომ საერთოდ საჭირო იყო ესეთი რეიზი. მithometes აი ესეთი რეიზი ფოლდექვის გენერირებასაც სავარაუდოდ არ ახდენს არანაირად. და კოლი რა აი ეს ქმედება მართლა ვერ გავიგე რა. მართლა ვერ გავიგე. ნუ მოდი თალსაღად პირდაპირ თქვა არანაირი ახსნა არ აქვს რა. ალბათ ნუ ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. თუ რივერსზე მოვა 4-იანი ჩავთვლი რომ წინასწარ იცოდა ბორდი, მაგრამ არ მოვიდა. ხო, ესე იგი ჩვენ ტურნირს დარიგებებს უყურებდით. კარგი, ნუ ესეთი დარიგება, ნუ რავი, რა დავაკომენტარო, აზრი არ აქვს მაგის დაკომენტარებას, ანუ ეს მიზანმიმართულად დაშვებულ შეცდომას გავდა. შემდეგ ლიმპი და ტუზვალეტით იყო ჩეკი. ტუზვალეტი აქ აუცილებელი რეიზია, აუცილებელი, იმიტომ რომ ოპონენტების ლიმპების რეინჯებთან გაცილებით წინ ვართ, გაცილებით წინ და კი არა, დომინაციის ქვეშ ყავს ორივე რა, ამათ ეკნებათ მილიონი უფრო ზუსტი ტუზი, მილიონი უფრო ზუსტი ვალეტი და რეიზო აქ და აი ამ რეიზებით შოულობ ზოგადად პოკერში ფულს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი კარტები იზოლირებისთვის არის სწორედ მაღალი კარტები რა. ანუ ნახატი კარტი იდეაში, ბროდვეი. იმიტომ რომ ანუ ოპონენტები ძირითადად დომინირებული ჰენდებით ლიმპავენ რა. ვალეტ 8-იანი, ვალეტ 7-იანი, ტუზ 7-იანი, ტუზ 6-იანი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი ეგეთი კარტით. ესამისად ტოპ წყილს ედები, ხანახან ოპონენტის მოედება ტოპ წყილს, მეორე წყილს და მე იხდის და იხდის რა. ასე რომ იზოლირება აუცილებელია ამით. კი, შეიძლება რაღაცა დაბალი გადაბული კონექტორი ქონოდა, დავით 6-იანი, 7-იანი, 5-იანი, 6-იანი რაღაცა ეგეთი. ჩეკი არა თქმა უნდა, შეიძლება პატარა წყვილებიც დავუშვათ 7-იანები რეიზია, მაგრამ ნუ პირობითად რა, აი რომ დავუშვათ ჩეკში გაგეშვა, იმიტომ რომ ჩაგეთვალა რომ რაღაცა არ გაქვს ფოლდექვითი და არ დაგერეიზებინა, ეგ გასაგები იქნებოდა, მაგრამ აი ვალეტ ტუზ ვალეტს ფოლდექვითი არ ჭირდება რა, ეს აუცილებელი რეიზია. 4-იანები მინდა ის მშვენიერია. ეს რეიზი მომწონს, კაია. ინდიაში ჯერ ძალიან ძლიერი ვართ აქ, მაგრამ მე ვარ ესეთი ერთი ბლაინდი ბლოკი ბეთები, ძირითადად მე ყრის ხოლმე რეიზებზე რა. საიზინგით მშვენიერია რა, 5x რეიზი. ყოველთვის 5x არ იქნება გამართლებული, თქონდა ერთი ბლაინდი იყო და თან პოტი იყო პატარა და 5x მაგ დროს გამართლებულია. აქ სეტი გვაქვს, მივიღეთ რეიზი. მგონია რომ პოზიციაში აქ დაკოლვა შეცდომა ნამდვილად არ იქნება. მაგრამ აი სტეკებიდან გამომდინარე ცოტა პოტის გაბერვაც კაი იქნებოდა რა. შეიძლება კიდე დარეიზება რა. მაგრამ აქვე გადაწყვეტა. იმიტომ რომ როგორი რამე, იცი, თუ ოპონენტი აი მაგალითად არასრული სტეკია რაღაცა, რეკრეაციული მოთამაშეა, ხო? ფლოპი არის flash draw, პლუს არის ერთი
დიდი კარტი, ხო? ვალეტს რო იყოს მოდებული, ან ფლეშ დროს რო იყოს მოდებული, ხო? ოპონენტი ითამაშებს სავარაუდოდ სტეკზე. შესაბამისად, გვირჩევია რომ დავარეიზოთ რა. თუ ბლეფობს კიდე, არ აქვს გარანტია რომ გააგრძელებს რა ბლეფს შემდეგ ქუჩებზე. თან ბლეფ კეჩერებში სხვა ჰენდები შეიძლება გაუშვათ რა. აქ ეხა აშკარად value range-ს უგებთ და თან ის ფლეშ რობორდია და მაინც ფიქრობ რომ პოტის გაბერო. ეხა ისეთი პატარა სტეკებიც არ აქვს, რომ დავუშვათ ქოლით აი მაგალითად ეხა თერნი რომ მაგალითად ოპონენტმა დაჩეკოს და უშვათ ჩვენ გავალთ რაღაც ფსონს, დაგვიქოლოს და რივერს რაღაც რო ვერ გაფლეშავს სიტყვაზე. მე შევასტეკზე აღარ ითამაშოს და თუ ფლოპზე ანუ გადავახტევინეთ იმ ფლეშ დროს, როცა ყავს ხოლმე და უშვათ ან ვალეტს, ან ეხა მაგალითად აი ვალეტი რო ყოლოდა ხო სიტყვაზე. დამააგური ძალიან ცოტი კარტი მოვიდა, იმიტომ რომ ოვერკარდიც არის და ფლეშიც დაიხურა და შეიძლება ეხა ვალეტით უკვე სტეკზე აღარ გვეთამაშოს რა. შესაბამისად ვფიქრობ რომ ესეთი პატარა სეტები კარგია რეიზისთვის, ფლოპზე, პოტის გაბერვისთვის და მეორე კიდე ის არის რომ ესეთი ბორდები საერთოდ ხო ესეთი პატარა ბორდები. ნუ ეს არ არის პატარა ბორდი იდეაში, მაგრამ აი თქვათ დავუშვათ პატარა ბორდები ზოგადად პატარა ფლეშ ბორდები ჩვენი მხრიდან ბლეფ რეიზებისთვისაც კაია ზოგადად რა. ანუ ჩვენ თვითონ ფლეშ რო გვიჭირავს რაღაც ეგეთი. და ანუ სტეტებით დაახლოებით მაგ ჩვენი ბლეფ რეიზების დაცვაც შეიძლება ეგრეთ დავინახოთ რა, მაგრამ ეხა ფიშთან რა თქმა უნდა ესეთი ამდენი ფიქრი და რაღაცა არ არის საჭირო. მაგრამ ისეთ მოთამაშესთან რომელიც ფიქრობს და რომელიც უყურებს ჩვენს რეინჯებს და რაღაცა ეგეთ დაბალანსებული რეინჯები არ საჭიროა. ნუ პრინციპში ერთ-ერთი ის ფაქტორი რომ მოთამაშე დავუშვათ არასრული სტეკის ეს ანუ არ არის საკმარისი იმისთვის რომ ვიფიქროთ რომ სუსტი მოთამაშეა. სხვა ინფორმაციაც უნდა არსებობდეს. აი მაგალითად ერთი ბლაინდი ნუ აქ ოპონენტთან წესით ვალეტი უნდა იყოს, ანუ გათამაშების ხაზიდან გამომდინარე, ან რამე სუსტი მზახელი და აი ეს პატარა საიზინგი მომწონს, იმიტომ რომ დიდ საიზინგს ფუშს სავარაუდოდ არ იხდის. აქ ვალეტი ამ საიზინგს სავარაუდოდ წესით უნდა გადაიხადოს რა. კი, ძალიან სკერი კარდია ეს დამააგური, მაგრამ ცოტა უფრო პატარა საიზინგით შეიძლებოდა. 1/13 რა დაახლოებით. მაგრამ გადაიხადა. შვენიერი. დამაკა ჩვენ ვეღარ ნახავთ მაგას. ხო, ნუ ვალეტი იყო სავარაუდოდ. მოკლედ, აი მაგ დალიგებაზე ვფიქრობ, რომ ფლოპზე ვერო, დავუშვათ, დაგეტრიბეთებინა. სავარაუდოდ სტეკზე ათამაშებდი რა. ან თან კიდე რა, ხო, რა მინდა, აი ტრიბეთი მეთქი ახლა დაგეტრიბეთებინა, მეთქი ვთქვი. ანუ ფლოპზე ტრიბეთი, ანუ არის ეგ რა, მესამე ფსონი, ანუ როცა შენ გააკეთებ ფსონი, ოპონენტმა რეიზი და მე შენ რეიზი ეგ არის ტრიბეთი რა. მსმენია ხოლმე რაც კომუნიტიში, რომ ტრიბეთს ანუ რეიზს ეძახიან ხოლმე ტრიბეთს და სიამოვნებაში ტრიბეთი მესამე ფსონი არის რა. პრეფლოპზე მეორე ფსონი არის ტრიბეთი, იმიტომ რომ პირველ ფსონს ბლაინდი ითვლება და პოსტლოპზე ბლაინდები ანუ არ არის, ანუ პირველი ფსონი არის ბეთი, მეორე ფსონი არის რეიზი და მესამე ტრიბეთი. ეს ისე უბრალოდ აუდიტორიისთვის რომ ტერმინოლოგია, ნელ-ნელა ტერმინოლოგიასაც რომ ვითვისებდეთ რა. ამ ყველაფერთან ერთად. ახალი მაგიდე დასტარტა. ანუ ახალ მაგიდებსაც სტარტავ გიწევს ჰედზაფების თამაში. ჰედზაფს კიდე ცალკე სტრატეგიის სწავლა უნდა ზოგადად. ძალიან განსხვავებულია ჰედზაფის სტრატეგია ჩვეულებრივი სტრატეგიისგან. მე მაგალითად არ მისწავლია ჰედზაფის სტრატეგია, მაგიტომაც არ ვთამაშობ ჰედზაფებს. მაგიდებს სტარტავ ხოლმე ხანდახან, ოღონდ იშვიათად და მარტივ შემთხვევაში თუ ხედავ რომ არის ტრაფიკი და არავინ მაგიდას არ სტარტავს, მაშინ მე სტარტავ ხოლმე რა, ეგრე ვარ ხოლმე რა. მაგალითად მაგიდები რომლებიც მაქვს აი ხა შენ ეგეთი სიტუაცია მქონდა რა მაგიდები რომლებიც მაქვს ამ მომენტისათვის თუ ადგილები არ არის მაგიდებზე და დასწრებაზე დაждდომა მაგ შემთხვევაში რავი ახალ მაგიდას სტარტავ ხოლმე რომ რავი ვინც არის ხალხი ტრაფიკი ვინც არის შემოვიდნენ რა ეგეთი თემა მაგრამ თუ არის ადგილები
ანუ არ მაინტერესებს დასწრდვა. და ეს ხა საიზინგია 4 ბებე, ყველა ვარიანტი ქოლია. და ეს ფლოპი მეგონი გაგრძელება აღარ ღირს, კი ბატონო. ანუ ესეთი 2x-ი ტრიბეთი თითქმის ნებისმიერი ჰენდით იქოლება რა. ტუზგაროლი რეიზი 4x-ი? ეს იზოლირება იყო ალბათ. რაღაც ლიმპები იყო. არანაირად იყო ლიმპები, მოიცან ნახოთ ერთად. UTG-ზე ვარ და რა მოხდა ტუზგაროლის დარიგებაზე. პოსტი არის, ანუ რიგარეშე ბლაინდი გადაიხადა მოთამაშემ, ანუ იგივე ლიმპია რა. ჩვენთვის იგივე ლიმპია. გასაგებია. ერთ-ერთი დავშლის პრინციპში ეგ არის იზოლირების მიზანი. შეიძლება აგრესიის გაგრძელება არ იქნებოდა შეცდომა, მაგრამ დაჩეკვაც არ არის შეცდომა ოპოზიციო ძალიან გადატვირთული ფლოპი იყო. თუმცა გაჩოტი ქონდა, ორი ოვერკარდი ქონდა და შეიძლება აგრესიის გაგრძელება, რომ დავხეთ რაღაც თრეში თუ ქონდა ოპონენტს დაყრი და თუ ანუ გააგრძელებდა კიდე, ანუ გაძლიერების ბევრი შესაძლებლობები არსებობდა რა. შეცდომა ჩეკინი შეცდომა ნამდვილად არ იყო რა. ძალიან გადატვირთული ფლოპი იყო. კარლათიანით რეიზი შეიძლებოდა. ერთი ბლაინდი გამოვიდა ოპონენტი და მან რეიზი არ შეიძლებოდა, არამედ აუცილებელი იყო ფლოპზე რა. ამ ვიდეოს რო ნახავ, დაგვიკომენტარე იმასთან დაკავშირებით. აი, სხვადასხვა ფერის რიანოთხიანის ფუშთან დაკავშირებით ტურნირზე რა. ნუ ფუშთან რა უბრალოდ კოლთან დაკავშირებით. ფუში ნუ კიდე რაღაც ფუში არის. სხვადასხვა ფერის რიანოთხიანი თვაინც არ იქნებოდა გამართლებული, მაგრამ ნუ გასაგები იქნებოდა რა რაღაც გაგებით. არა და მანამდე სანამ მაგ რიანოთხიანის დარიგება მოვიდოდა, ის ვალეტრიანი ძალიან მაგარი ფუში იყო რა. ათიანები აგრესია გასაგრძელებელი იყო ყველა ვარიანტში. ანუ როცა ესეთი მშრალი ფლოპები მოდის, აი იმ ჩემი პოსტ-ფლოპის დარიგი იმაში, იმაზე ვლაპარაკობ ამ ტექსტურებზე რა. ვიდეოში. ანუ ესეთი მშრალი ფლოპებზე უბრალოდ აგრესიის გაგრძელება თითქმის 100% შემთხვევებში შეგიძლია რა. ანუ აქ ისეთი თემაა, რომ ერთი რომ უბრალოდ ჩეკით ოპონენტის ძალიან ბევრი ოვერკარდებს და რაღაც აი ეგეთ რა დამაიქსებს, ვალეტიქსებს და რაღაც ეგეთებს ანახებ თერნებს, რომლებიც იდეაში მაინც არაფრის გადახდელები არიან თუ რამეს არ დაიჭერენ რა. და თუ დაიჭერენ კიდე შეზე წინ იქნებიან რა. შესაბამისად ეგეთი ჰენდები არ გჭირდება მაგას რომ გააგრძელონ, გირჩევიან დაყარონ. თან ათიანებით კიდე მეორე მხრივ ახდევინებ რაღაც აი 5-იანებს, 6-იანებს, 7-იანებს, აი ესეთ რაღაცებს, შეიძლება 4-იანი ქსებს, შეიძლება რაღაცა გაჩოტებს, 6-იანი, 7-იანი რაღაცა ეგეთ რაღაცებს, ან 7-იანი, 5-იანი რაღაცა ესეთ გაჩოტებს, ტუზორიანი, ტუზ-5-იანი რაღაც ეგეთებს ახდევინებ. ანუ ბევრ უარეს ხელს ახდევინებ ათიანებით და თან ბევრი ისეთ ხელს აყრევინებ, რომელიც იდეაში მაინც არაფრის მომცემი ხელებია, თუ დაიჭერენ რაღაცას შენზე ძლიერები იქნებიან და თუ ვერაფერს ვერ დაიჭერენ, მაინც არაფერს არ გადაგიხდიან შესაბამისად. ანუ აქ ფლოპზე აგრესიის გაგრძელება ათიანებით ჩემი აზრით აუცილებელი იყო. 1/13 ან ნახევარი პოტი სტანდარტულად უნდა გაგრძელებინა აგრესია რა. ნუ ეხა აქ უკვე რივერზე კი შეიძლება და ექსაიზინგი ველი უბეთი, იმიტომ რომ ოპონენტმა აშკარა ძალიან პასიურად გაათამაშა, სავარაუდოდ წინ ვიყავით და იმის იმედად რომ შეიძლება ან ცხრიანს მოედო,
ან დაუშვათ დამა x იქონა და დამა h-ზე დაეკოლა, ეგეც არ იქნებოდა რა, ეგეც არ იქნებოდა გასაკვირი. შეიძლება რივერსზე რაღაცა ველებიც აკეთება, ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ ფლოპიდან უკვე ჩვენ დაგვეწყო რა პოტის წამოღება. აი heads-up-ებზე მე თქვა რა, აი სულ ამოფხოლე შეიძლება სხვა რამდენიმე ვიდეოში ვთქვი, რომ განსხვავებულია მეთქი რა heads-up-ი. და ვიტყვი რითი არის განსხვავებული. მაგალითად აი ჩვენ რო ავიღოთ დავუშვათ აი small blind big blind-ზე თამაში, ხო? რეგულარულ სიტუაციაში რაღაცა small blind-ის raise-ი შეიძლება იყოს დავუშვათ რაღაც 50%, ნუ ისევ მომობ რა სიტყვაზე. შეიძლება რომ ვიღაც კონკრეტული ოპონენტის მიმართ 100%-ით გამართლებული იყოს, მაგრამ ნუ როგორც წესი არ არის ხოლმე ეგრე და 44-დან 50-52%-ის ფარგლებში ვაკეთებთ ხოლმე ოპერაის small blind-დან და big blind-ი იცავს ხოლმე რაღაცა 36-38%-ით blinds და heads-up გათამაშებების სტრატეგია რო აიღო, იქ ხდება რა, ანუ small blind-დან ვინაიდან პოზიციაშია raise-ი არის 75-დან 100%-მდე, აი დაახლოებით სტანდარტული open raise-ი, min raise-ით თუ იხსნება ოპონენტი განსაკუთრებით და big blind-ზე defense-ი არის 70% დაახლოებით. აი ეგეთი ილუზური თამაში მიდის და ძალიან განსხვავებული შესწავლა ჭირდება მაგ თამაშს. ძალიან განსხვავებული ტრიბეტების რეინჯებია, რა თქმა უნდა. ანუ 70%-ს რო იცავ, იქიდან რაღაც 22%-ს ატრიბეტებ და აღნიშნეს ქოლავ. ანუ ძალიან განსხვავებული სტრატეგია არის რა. ეხლა ეს საბაზისო დონეზე ყველას უნდა ქონდეს შესწავლილი ხა. მაგრამ ეს ზარმაცი ვარ და რაღაც აი დაგპოლკის ვიდეოები მაქვს. დაგპოლკი იყო ერთი პერიოდი ითვლებოდა ძალიან მაგარ heads-up-ერად და ანუ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ heads-up-ერად პოკერის ისტორიაში. და YouTube-ზე აქვს ვიდეოები, ანუ heads-up-ის რაღაცა ბაზა, საბაზისო ჩარტებიც, რაღაცეებიც, ანუ მინახავს ეგ ვიდეოები, ოღონდ ისე მინახავს რა, ითარ რო თამაშობ და თან რო თვალით უყურებ, ეგრე მინახავს რა, არ შემისწავლია, უბრალოდ მინახავს და რაღაც შთაბეჭდილებები შემქნია და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის და გაუწევდი რეკომენდაციას დაგპოლკის heads-up-ების გაკვეთილების ნახვას. ვისაც აინტერესებს heads-up-ები და ვისაც რუსული ესმის მაგალითად და ინგლისური არ ესმის მაგათთვის აი green line poker-ის გვერდზე არის ეს ზუსტად დაგპოლკის ჩარტებით გაკეთებული გაკვეთილი და შეიძლება მაგის ნახვა. სხვათა შორის აი როცა heads-up-ის სპეციალისტი ეთამაშება six max-ის მოთამაშეს heads-ups ანუ ჩათვალე ანუ იმის მოედაზე თამაშობ რა, იმის დისციპლინას თამაშობ რა და აი ძალიან ცოტა six max-ის მოთამაშეები არიან, აი ვინც უკაჩავენ რა heads-up-ერებს და ანუ ეთამაშებიან. აი მაგალითად poker stars-ის high stakes-ზე ხო, მაგიდებს რომ სტარტავდნენ ხოლმე ტიპები high stakes რეგულარები, ეგეთი red baron-ი იყო რეგულარი რა და ეგრო სტარტავდა ხოლმე მაგიდებს high stakes-ზე. ვიღაც heads-up-ერები ხანდახან უჯდებოდნენ ხოლმე სათამაშოთ რა. და აი ერთადერთი იყო ბარონი, რავი რა, როგორც ამბობენ, ვინც ანუ არ ასით აუტებდა, ეთამაშებოდა ამ heads-up-ერებს და ანუ იტოქში აძლევდა სერიოზულ პასუხს რა. დანარჩენი six max-ების მოთამაშეები, ანუ უბრალოდ ძალიან დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ heads-up თამაშებში, როგორც ამბობენ, კონკრეტულად heads-up-ის სპეციალისტებთან და six max თამაშებში კიდე პირიქით იქნებოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საერთოდ განსხვავებული სტრატეგია. ეხლა აქ რა თქმა უნდა ძირითადად რეკრეაციული მოთამაშე გიждდება და აქ საერთოდ ანუ ეს თემები ამას არ ეხება, ეხლა მე ისე ვლაპარაკობ, ანუ ვაკუუმში ვლაპარაკობ რა, ანუ ზოგადად პოკერის ინდუსტრიის გამოსახედიდან ვამბობ ამ ყველაფერს, თორე ესე ეხლა რაღაც მიკროლიმიტებზე რომ მაგიდას დასარტავდა იქ რეკრეაციული მოთამაშე დაგიждდება და იმან არათუ heads-up-ი, არამედ საერთოდ ვაფშე პოკერი არის. ეგ მაგას არ გულისხმობ, ანუ მაგასთვის პროფესორობა არ არის საჭირო, მაგას რო ეთამაშო, მაგრამ ცოტა ლიმიტებს რო გაზდი და ექშენი აღარ ყოფნის და რაღაცა და დავუშვათ heads-up-ში თამაშობ რაღაცა რეგვარებს, მან უკვე უნდა ერკვევოდე, თორე შეიძლება ძალიან დიდი ჩამორჩენა ქონდეს ოპონენტზე, რომელთანაც six max-ზე შეიძლება პირიქით ძალიან კომფორტული ოპონენტი იყოს დავუშვათ ვიღაცა. six max-ზე შეიძლება რაღაც ვაფშე პრობლემა არ იყოს ტიპთან თამაში რა.
და heads-up-ზე შეიძლება ისეთი უპირატესობა ქონდეს, რომ რავი, 10 BB 100, 12 BB 100 ჩვეულებრივად. მეტი შეიძლება. მე გადავერთე ვაფშე სხვა თემებზე ვიდეოს ვაფშე დავანებე თავი. პრინციპში ძალიან საინტერესო არაფერი არ ხდება რა. სტანდარტული სიტუაცია, აქ ჩეკეთ წავიღეთ. მანამდე უნდა გვეცადა წაღება მეორე ჩეკის შემდეგ, ან ოპონენტი რომ მეორედ დაჩეკავს, უკვე ავტომატური ფსონი შეგიძლიათ გააკეთოს. ამ პირველ პოზიციაზე სხვადასხვა ფერის კაროლოადის დაღრას მივესალმები. არასრული სტეკი მე აქ მე თონზი ვარ არასრული სტეკით. მაგრამ მე ჩემი ბრალი არ არის, უბრალოდ ავტომატური შესყიდვა ლიდერბედზე ხან მუშაობს ხან არა და მაგის ბრალია. ესეთი ფლოპია რომ მიუხედავად ყველაფერზე მაინც უნდა მოვიპაროთ. ორი ოპონენტია და თან პატარა სტეკები, მაგრამ მაინც შეიძლება მოვიპარო რა. ესეთი სტეკებით აწოდის ხალხი, ანუ მინიმალური ის რამდენია აქ, მინიმალური. ანუ 20 ბლაინდია, მაგრამ ეს რა ლიმიტია ვერ მივხვდი. ხო, რაც არის, NL 40-ია. NL 40, ანუ 8 არია მინიმალური. ფაინი. დავთავდა ვიდეო. თუ როგორ ასაკ. კი ბატონო. დავთავდა. ეს იყო ჩვენი ვიდეო. შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ ანუ ცოტა აქტიური თამაში, პოტების ცოტა აქტიურად მოპარვა იქნებოდა გამართლებული და აი მთლიან სტრატეგიას მე პირადად გადავხედავდი რა. ანუ ამ MSS-ის თამაშს, ამ Formax-ებს რაღაც აი კი მესმის შეიძლება რაღაცა სიმპათიები გააქვს ამ Formax-ების მიმართ. კი რაღაცა ცოტა ფიშებს ევასებათ, ალბათ ეს Formax-ები ადრე აჭარაზე იყო ხოლმე ძალიან ბევრი Formax-ები, მე ძალიან ბევრი მათთან თამაშებია. მაგრამ ხო, გადავხედავდი რა, ერთი წუთით გადავხედავდი ამ სტრატეგიას. იმ გაგებით რომ ანუ განვიხილავდი ძალიან აქტიურად BSS-ზე გადაჯდომას, ანუ დიდ სტეკებზე, full სტეკებზე და ანუ აი ამ სტრატეგიის შესწავლას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მასალა, რაც არსებობს უკვე ინტერნეტ სივრცეში, ძირითადად მიემართება დიდ სტეკებს, post-flop გათამაშებებს და კიდე რაც იქმნება, ისიც ასევე არის უფრო BSS-ზე, ან თუ განვითარდები და თუ პოკერში ერთ სიტყვით რაღაცა წარმატების ფერწერას გადაწყვიტავ, სავარაუდოდ მაინც მოგიწევს BSS-ზე გადაჯდომა რა. მესამეად, შეხედე ბანკროლს, რომელი ლიმიტის არის შესაძლებელი შენი ბანკროლი, ლიმიტის დაწევას რომ მოგიწევს, თავშე NL-ზე ჩასვლას რომ მოგიწევს და BSS-ზე გადაჯდომა, არ მგონია ჩემი აზრით პრობლემა იყოს. რავი. გამოცდილებას დააგროვებ და გაზრდი ლიმიტს შეუულებრივად რა იქნება და ეგ რა. თან მე როცა BSS-ი თამაშებ, რუმების გამიგზავნა არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ყველა რუმში არის ეს შესაძლებლობა რომ BSS-ი ითამაშო. პრობლემა არ არის. კარგი, ამით დავამთავროთ მაშინ, ეხლა დავამთავროთ ჩვენი ვიდეო. საინტერესო ვიდეო იყო, პატარა, მაგრამ საინტერესო ვიდეო იყო, ან ესეთი განსხვავებული სტრატეგიით. ბევრი თამაშობს ეხლა ესეთ რაღაცას დაახლოებით, აი Formax-ებს, აი არასრული სტეკებით. ეხლა ცოტა ხანი არის ლიდერზე თამაშობდა, ანუ თვალს შეხვდება ბევრია ესეთი რაღაც განსხვავებული სტრატეგიით მოთამაშე რეგულარები ეცოთ რა. რავი, დაწერეთ კომენტარები. წავედი. ალბათ თქვენ იცით წარმატებებს გისურვებთ.